ოკეი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება პრაქტიკული ლექცია ასინქრონულ პროგრამირებაზე, დაპირებებზე და პრომისებზე და ასევე ბაგებზე და ერორებს. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბაგებს და ერორებს ჩვენს პროგრამაში. დღეისთვის 8 სავარჯიშო მოგვჭირ შეეული და მოდი დავიწყოთ. დააწერეთ ფუნქცია, რომელიც არგუმენტად მიიღებს 2 რიცხვს და 2 callback ფუნქციას. თუ პირველი რიცხვი მეტია მეორეზე, გამოიძახეთ პირველი callback-ი, თუ არა და გამოიძახეთ მეორე callback ფუნქცია. ეს არც ასინქრონული პროგრამირების ნაწილია, არც ბაგების და ერორების, უბრალოდ callback ფუნქციები რო გავახსენოთ როგორ მუშაობს, ბაგიდან ჩავსვი პირველი, იმიტომ რომ ბევრ ასინქრონულ ფუნქციაში ვიყენებთ callback ფუნქციას. ანუ გვაქვს რაღაც ფუნქცია, რომელსაც ექნება 4 პარამეტრი. ანუ 2 ჩვეულებრივი number ტიპის მნიშვნელობა რიცხვი და 2 callback ფუნქცია. function ეს გავთიშული. ოკეი. რა დავარქვა? მოდი fools დავარქვა. რამე კონკრეტული სახელი არ მომიფიქრეთ ესე უცბად. და როდესაც მე აი ამ fools გამოვიძახებ, უნდა გადავაწოდოთ ჯერ 2 რიცხვი არგუმენტებად, მაგალითად 10 და 5 და ასევე 2 callback ფუნქცია. და თუ პირველი რიცხვი მეტია მეორეზე, ნუ 10 მეტია 5-ზე, მაშინ გამოვიძახოთ პირველი callback ფუნქცია, თუ არა და მეორე. ანუ აქ უბრალოდ რო დავწეროთ callback-ების გარეშე, გვექნებოდა ასე ჩანაწერი. num1 და num2 პარამეტრები გვაქვს და თუ num1 მეტია num2-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ მეტია თუ არა და დავაკონსოლოთ არ არის მეტი. და ეს პროგრამა რო გავუშვათ, გამოიტანს რომ მეტია, იმიტომ რომ 10 მეტია 5-ზე. პირიქით რომ იყოს 5 და 10, გამოიტანდა რომ არ არის მეტი. მაგრამ ჩვენ აქ რაღაცა execution-ის ნაწილში არ უნდა ქონდეს ხელით განსაზღვრული, თუ რა უნდა მოხდეს, როდესაც num1 მეტია num2-ზე. არამედ აქ უნდა ვიძახებდეთ callback ფუნქციას, რომელსაც აი აქ გავატან არგუმენტად. ანუ მაგალითად მინდა რომ როდესაც პირველი რიცხვი მეტია მეორეზე, დაკონსოლდეს რომ მეტია, ესა callback ფუნქცია, ჩვენ არ ვიძახებთ, იძახებს ფუნქცია შიგნით და მეორე იყოს არ არის მეტი. არ არის მეტი. აი ეს. და როგორც მე 5-იანი და 10-იანი ჩავსვი პარამეტრებში, num1 და num2-ში, ასევე მჭირდება პარამეტრები და ცვლადები ამ callback ფუნქციებისთვისაც. ანუ მოდი დავარქვათ ამას callback 1 და callback 2. და როდესაც num1 მეტი იქნება num2-ზე, მაშინ გამოვიძახებთ callback 1-ს, თუ არა და გამოვიძახებთ callback 2-ს. ნუ აქ რამე ახალი მასალა არა, უბრალოდ გავიხსენებინა. callback 1 არის ეს ფუნქცია, callback 2 არის ეს ფუნქცია. ანუ ახლა გამოვა რომ არ არის მეტი. და ამას ის benefit და პლუსი აქვს, რომ მე ფუნქციის შესვლა არ მიწევს, თუ მომინდა რომ რაღაცა სხვა გავაკეთო, როდესაც num1 მეტია num2-ზე. უბრალოდ გადავაწყვეტი სხვა ფუნქციას არგუმენტად. მაგალითად რაღაცა მასივში ჩავფუშვოთ რაღაცა რიცხვი სიტყვაზე რა. და ამ callbacks მე აქ არ ვიძახებ. ვიძახებ აი აქ. მაგიტო callback. ოკეი, callback-ები გავიხსენეთ და მოდი დავიწყოთ ახლა უკვე ასინქრონული პროგრამირებით. შექმნით პრომისი, რომელიც დარეზოლდება 2 წამის შემდეგ და გამოიტანს წარმატების შეტყობინებას. როგორც გეკითხარით, პრაქტიკაში ხშირად არ გვიწევს პრომისების შექმნა ხელით, უფრო მათი handling გვიწევს, ანუ გამკლავება, მაგრამ მაინც კარგია და უფრო ძლიერები იქნებით, თუ გვეცნობა მათ უკან რა ხდება. რა როდის რეზოლდება, ანუ წარმატებით სრულდება დაპირება და რა როდის reject-დება, ანუ წარმატებულად სრულდება დაპირება. ანუ პრომის ვქნით, რაღაც ახალ პრომის, const პრომისი უდრის new promise. აქ გადაეცემა error ფუნქცია, შემიძლია დეკლარაცია გადავცემ, მაგრამ უფრო მარტივია ესე, რომლის პარამეტრები არის resolve და reject. resolve ფუნქცია გამოიყენება მაშინ, როდესაც წარმატება ის კი არა, პირობა წარმატებით შესრულდება და reject პირიქით, როცა დაპირება ვერ შესრულდება. და აქ
ფიგურულ ჭრილებში ან ფუნქციის ტანში, scope-ში წერთ იმ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც წყდება ამ პრომისის ბედი და რეზოლვდება თუ დარეჯექტდება. და აქ მიწერია, რომ 2 წამის შემდეგ უნდა გამოიტანოს წარმატების შეტყობინება. ანუ 2 წამის მერე უნდა დარეზოლვდეს. და თუ გვინდა რომ რაღაცა მოხდეს 2 წამის მერე ან რაღაცა დროის მერე, მაგისთვის ვიყენებთ set timeout ფუნქციას, რომელსაც 2 არგუმენტი აქვს. პირველი არის callback ფუნქცია, ნახეთ. ესაა callback ფუნქცია. როგორც აქ გქონდა. რომ გამოვიძახე ფუნქცია გადავეცი callback-ი. ამას ჩვენ არ გამოვიძახებ set timeout-ი 2 წამის მერე. 2 წამის მერე უნდა დარეზოლვდეს და მოდი შეტყობინება იყოს success-ი. და მეორე არგუმენტი არის მილიწამების რაოდენობა. ანუ 2000 მილიწამში ან 2 წამში დარეზოლვდება ჩვენი პრომისი. მაგრამ მე რომ აქ პრომისი დავწერო, რას გამოიტანს? success გამოიტანს თუ სხვა რამეს გამოიტანს? თუ success გამოიტანს რატომ და თუ სხვა რამეს გამოიტანს რას და ეგის რატომ? აბა მივასხვით. pending. სწორია. იმიტომ რომ ანუ ამ პრომის ჭირდება 2 წამი რომ დარეზოლვდეს, არის ასინქრონული მოქმედება. და აქ კი არ ჩერდება პროგრამა რომ აი მაინც ამ დაპირების შესრულებას დაელოდოს. არამედ ეგრევე აკონსოლდეს პრომის და აი ამ დროს პრომისი არის pending stage. ანუ არ დარეზოლვებულა ჯერ არც დარეჯექტებულა. ამიტომ მე უნდა გამოვიყენო then მეთოდი, რომელიც მეხმარება რომ რაღაცა ფუნქციონალი გავწერო, მხოლოდ მას შემდეგ რაც პრომისი დარეზოლვდება. then ხო შემდეგს ნიშნავს. როცა პრომისი დარეზოლვდება, then ამასაც error ფუნქცია გადაეცემა callback-ად, ანუ სულ callback-ები გვაქვს რა. და აი ამის პარამეტრი იქნება ის მნიშვნელობა, რასაც გადავცემთ resolve არგუმენტად. მოდი იყოს message. დავწეროთ console log message. აი ეს. და გამოიტანს 2 წამის მერე success. ამ 2 წამის განმავლობაში ამ ასინქრონული პროცესის პარალელურად შესრულდებოდა სხვა ფუნქციონალი რომ ეწეროს. ანუ არ ჩერდება ჩემი პროგრამა CPU-ს რესურსი. ტყუილად არ კავდება, მაინც აგრძელებს პროგრამა მუშაობას. და resolve და reject-ის სახელებს რაც შეეხება, აქ იგივე პრინციპით შეგვიძლია აღვქვათ, როგორც აი ჩვეულებრივი callback-ის რაღაც ფუნქციის პარამეტრები. აქ რო დავარქვი number-1 და number-2, შემიძლია დავარქვი number-1 და number-2. ჩემზე დამოკიდებული. აქაც იგივეა. უბრალოდ ყოველთვის პირველი პარამეტრი გამოყენებული იქნება დარეზოლვების ლოგიკით და მეორე პარამეტრი დარეჯექტების ლოგიკით. ანუ აქ რომ ეწეროს თემო სიტყვაზე და თემო ფუნქცია გამოვიძახო. ჩემი პროგრამა მაინც იმუშავებს. ანუ ამას რაც არ უნდა ეთქვას, მაინც დარეზოლვების ლოგიკი გამოიყენება. მე რომ მქონდეს reject-ი და resolve-ი, შეიძლება ვფიქროთ, რომ მე რო აქ დავარეზოლვო, პროგრამა იმუშავებს. მაგრამ ეგრე არა, ნახე? ეხლა დარეჯექტდა. ანუ პირველი რაც არ უნდა ერქვას, ყოველთვის დარეზოლვების ლოგიკით იქნება, თუნდაც reject-ი დავარქვა. ეხლა reject ფუნქცია არეზოლვებს, იმიტომ რომ ყოველთვის პრომისის გადაცემული callback ფუნქციის პირველი პარამეტრი არის resolve-ის ლოგიკით და მეორე reject-ის ლოგიკით. მაგრამ მაინც ჯობია რომ ყოველთვის დავარქვათ resolve და reject, იმიტომ რომ ამაზე კარგი და ლოგიკური სახელები მას არ აქვს ხო. ანუ ეგრე ქვია დარეზოლვა და დარეჯექტება და ჯობია ეს სახელები გამოვიყენოთ. თუმცა როგორც ვითხარით, მაინც იმუშავებდა სხვანაირად პროგრამა. ოკეი. გადავიდეთ მესამეზე. შექმნით პრომისი, რომელიც დაარეზოლვებს შემთხვევების 50%-ში და დანარჩენ 50%-ში დაარეჯექტებს. გავუმკლავთ ორივე ვარიანტს, then და catched. ანუ აქაც დაახლოებით იგივეა, ვქმნით promise, new promise, რომელსაც გადავცემთ არგუმენტად callback ფუნქციას, რომლის პარამეტრებია resolve და reject-ი. ოღონდ 50% შემთხვევაში უნდა დარეზოლვდეს ეს პრომისი. და
და 50% შემთხვევებში დარეჯექტის. ანუ რაღაც დაპირებები რეალურ ცხოვრებაში ხო არის, აი 50-50 რა. ანუ ან გამოვა, ან არა. თლად თავს ვერ დავდებთ. აი ეს დაპირებაც ეგეთია დაახლოებით. მაგრამ ესე იგი გამოდის, რომ ჩვენი დაპირება არ უნდა იყოს გაფიქსული, ანუ ხელით გაწერილი, რომ მოდი ამ დროს დავარეჯექტოთ, ამ დროს დავარეზოლოთ. სამ პროგრამას გავუშვით, მამამდე არ უნდა ვიცოდეთ დარეჯექტება თუ დარეზოლდება, იმიტომ რომ 50%-ია. ხანის იქნება ხანის. და აქ შემიძლია გამოვიყენო math random-ი, იმიტომ რომ math random-ი ხო რანდომულად აგენერებს რიცხვებს, აწილად რიცხვებს 0-დან 1-მდე. ამიტომ რაღაც random რიცხვს დავაგენერებ, math random. და თუ ჩემი რანდომული რიცხვი მეტი იქნება 0.5-ზე, მაშინ დავარეზოლოთ success message გავატანო. აქ არა აუცილებლად მაინც string გავატანო, შემიძლია ობიექტი გავატანო. მაგალითად message success-ი თუნდაც. და ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ 0.5-ზე ნაკლები ან ტოლია, მაშინ დავარეჯექტოთ. message failed. ანუ ეს რანდომი ხან 0.5-ზე მეტი იქნება, ხან 0.5-ზე ნაკლები. თავი ეგრევე არ ვიცით. და როდესაც პრომისი დაარეზოლდება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანთ დაბრუნებულ მნიშვნელობას, რასაც გვპირდებოდა. აქ კონდეს მოდი result-ი და დავაკონსოლოთ result.message. ეს result-ი არის უკვე ის მნიშვნელობა, რაც გავატანეთ results არგუმენტით, ანუ ეს ობიექტი. მე მთლიანი ობიექტი კი არ მინდა დავაკონსოლო, ამიტომ ამ ობიექტის message property, ანუ success. იგივე rejects ვიჭერთ catch-ით. თუ რაღაცა ცუად მოხდა და დაპირება ვერ შესრულდა, მაგას ვიჭერთ catch-ით. აგას ლოგიკა იგივეა, გვაქვს callback ფუნქცია და დავაკონსოლებთ. მოდი ამას error დავარქვათ. error.messages. აქაც იგივე, რასაც გავატანთ rejects არგუმენტად, ეგ შეინახება აი ამ პარამეტრში, რაც არ უნდა დავარქვა. და მე მაგ პარამეტრიდან ამოვიღებთ message properties. ანუ ეხლა გამოვა failed-ი, success-ი, failed-ი, success-ი, failed-ი, failed-ი. Success-ი, ანუ 50-50-ზე შანსი. ანუ პრომისის დარეზოლებას უკლავდებით then მეთოდით, ხოლო დარეჯექტებას catch მეთოდით. ეს მაინც ასინქრონულია მიუხედავად იმისა, თითქოს გვეჩვენება რომ ეგრევე ეშვება. ეს რომ პრომისია უკვე ასინქრონული, ესე იგი. გვპირდება რომ მომავალში მოგცეს მნიშვნელობას, მართალი ეს მომავალი არის ამდენი მილიწამის მერე, მაგრამ მაინც ასინქრონულია, იმიტომ რომ მე რო აქ დავაკონსოლო რაღაც მაგალითად hello, ჯერ ეს hello გაეშვება და მე დარეზოლდება ან დარეჯექტდება ჩვენი პრომისი. იმიტომ რომ ეს სინქრონულია, სინქრონული მოქმედება და ეს არის ასინქრონული მოქმედება. და მეორე catch-ი იჭერს იმ მომენტს, როდესაც ჩვენი პრომისი დარეჯექტდება, ან თუ else შევა პროგრამა, აქ დავარეჯექტებ და ეგრევე პროგრამა გადახდება catch block-ზე, სადაც უმკლავდებით მაგ errors. ანუ დარეჯექტებას, ანუ პრომისის წარუმატებლად შესრულებას. then კიდე დარეზოლებას უკავდება. Okay. მეოთხე ამოცანა. შექმნით promise chain minimum 3 პრომისით, სადაც თითოეული დარეზოლდება ერთ წამში და გამოიტანს განსხვავებულ წარმატების შეტყობინებებს. ანუ გვაქვს 3 პრომისი და რას ვაკეთებთ? ერთი რო დარეზოლდება ერთ წამში, მერე იქნება მეორე ახალი პირობა. მეორე პირობა რო დარეზოლდება ერთ წამში, მერე იქნება მესამე და მესამე რო დარეზოლდება ერთ წამში, გამოიტანს საბოლოო შედეგს. მოდი შევქმნათ promise 1, new promise, რომელიც უბრალოდ დარეზოლდება ერთ წამში. მე თუ მარტო resolve-ის გამოყენებას ვაპირებ ამ ფუნქციას, შემიძლია მარტო resolve მქონდეს, თუმცა თუ reject-ის გამოყენებას ვაპირებ მარტო, აქ რაღაც უნდა მეწეროს, იმიტომ რომ მე რო ასე მქონდეს უბრალოდ reject-ი. ეს პირველი პარამეტრი გამოყენებული იქნება როგორც resolve-ის ლოგიკით. და მე თუ არ მინდა რომ ეს resolve მეწერო, შემიძლია დავწერო ქვედა ტირე, ანუ გამოვტოვეთ პარამეტრი. რაც ლოგიკურად აქ უნდა ყოფილიყო. ესეც შეიძლება. ნუ აქ მარტო resolve მჭირდება და მოდი resolve-ს ავტოვებ. და უბრალოდ ერთი წამის მერე resolve-დება. set timeout resolve
success promise 1 დავარქვათ, რომელიც 1000 მილიწამის ან 1 წამის მერე დარეზოლდება. და როდესაც ეს promise დარეზოლდება, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოვიტანოთ მიღებული შედეგი, რომელსაც დაპირება გვპირდებოდა. message 1 დავარქვათ. console log message 1. ანუ ესე გავუშვათ 1 წამის მერე გამოიტანს success promise 1. ოღონდ მე მჭირდება ახლა promise chaining-ი. რაც იმას ნიშნავს, როდესაც აი ეს შედეგი გამოვა, მე ვაბრუნებთ ახალ promise და მე იმას ვადებთ thens. მე კიდე ახალ promise და იმას ვადებთ thens. ანუ აქ შემიძლია დავარეთ, ანუ ახალი promise ისევ, რომელიც 1 წამის მერე დარეზოლდება. set timeout ისევ აქ იგივე ამბავი მიდის. resolve success promise 2 სხვა მესიჯი იყოს რომ გავარკვიოთ, ეს 1 წამის მერე დარეზოლდება. და როცა ეს დარეზოლდება, მე გადავადებთ ჩაჭრისებურად ახალ thens. ესო რეზოლდება, შემდგომ გამოვა მეორე დაპირების მესიჯი. console log message 2. ნახეთ, 1 წამის მერე გამოვიდა success promise 1, კიდე 1 წამი გავიდა და გამოვიდა success promise 2. და იგივე ხდება მესამეზეც. ანუ აქ როცა ეს გამოვა, მე დავარეთარნებთ ახალ promise. რომელიც დარეზოლდება და message იყოს მოდი success promise 3. და როდესაც ეს დარეზოლდება, მხოლოდ მაგის შემდეგ უნდა გამოვიტანოთ მიღებული შედეგი. console log message 3. აი ეს. და ესაა promise chaining-ი, რამდენიმე ზეინით რო ვაბავთ ერთმანეთს ჯაჭვისებურად. რომელიც fetch-ზე გამოიყენება ხშირად და ეგ უკვე გაგვივლია. Okay. ანუ ეხლა მე რო გავუშვებ პროგრამა, გამოვა success promise 1, 1 წამი გავიდი success promise 2 და მე კიდე მე 1 წამი აღარ გასულა. იმიტომ რომ ეგრევე დავარეზოლვე. აქ უნდა მქონდეს set timeout. ეს შევიტანოთ შიგნით და ესეც 1 წამის მერე დავარეზოლვოთ მოდი. აი ეს. 1 2 3. უბრალოდ აქ ერთნაირ კოს ვიმეორებ. ანუ ახალი promise-ის შექმნა და მისი 1 წამის მერე დარეზოლვა არის ერთი იგივე, სამჯერ მიწერია. ჯობია რომ ერთი ფუნქცია მქონდეს, რომელიც დააბრუნებს ამ ობიექტებს. ანუ promise-ების ობიექტებს და message-ი გადავცეთ არგუმენტად. და შემიძლია ეგ ფუნქცია მაღლა შევქნაო. const generate promise, რომელიც პარამეტრად მიიღეს message-ს, იმიტომ რომ ყველას განსხვავებული message-ი აქვს, როგორც გვანახეთ. და ეს უბრალოდ დააბრუნებს ახალ promise, რომელიც დარეზოლდება 1 წამის მერე. set timeout დავარეზოლოთ და არგუმენტად გადავცეთ message. ეს message ჯერ იქნება success promise 1, მერე success promise 2 და მერე success promise 3. 1 წამის მერე. ანუ ახლა უბრალოდ promise 1-ის მაგივრად შემიძლია გამოვიძახო ფუნქცია generate promise, რომელსაც არგუმენტად გადავცემთ success promise 1-ს. ეს ხო promise აბრუნებს, როცა ეს promise დარეზოლდება, შემდეგ დაკონსოლდება მისი მიერ მიღებული შედეგი. მე ისე დავაბრუნებთ ახალ promise, generate promise ფუნქციას გამოვიძახებ, გადავაწყვეტ success promise 2. და აქაც იგივე. ამას შევანაცვლოთ ფუნქციის გამოძახებით. success promise 3. და მივიღეთ იგივე შედეგი, უბრალოდ 3-ჯერ ნაკლები კოდი წერთ. ანუ აქ ცალსახად მეუბნებია რომ სამი promise-ით გააკეთე ეს promise chaining-იო, ან promise-ების გადაჯაჭვა. თუმცა მე აქ შემეძლო რომ გამაკეთებინე ეგეთი რაღაცა. მოდი ამას დავა კომენტარებ.
უბრალოდ ერთი promise როცა მაქვს. Generate promise და გადავაწყვეტ success promise 1, მერე then მივიღოთ პირველი მესეჯი და დავაკონსოლოთ უბრალოდ. Okay. მე აქ შემიძლია ეგრევე დავარითარნო message 1 და ამაზე დავადო then. და მე რა message 1-ს რომ მივიღებ, აქ გამოვიტანო message 2. დავაკონსოლ message 2 და მე დავარითარნო. მე ამას დავადო then-ი მივიღო message 3. ოღონდ ეს message-ები ერთ იგივე იქნება, იმიტომ რომ ერთ იგივეს გადავცემ ყველა then-ში. დავაკონსოლო message 3 და დავარითარნო message 3. აქრეთანი აღარ მინდა უკვე. მეტიზენი აღარ მინდა. ნუ აქ ერთწამიანი შეგვიძლია აღარ მაქვს, მაგრამ იგივე იქნებოდა მაინც. ნახეთ. success promise 1, success promise 1, success promise 1. ანუ then ამაზეც მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ წეღან promise ვაბრუნებდით და ლოგიკურიცა დაპირება რომ დავაბრუნე, მე then-ის დადება ჭირდება. მაგრამ then-ში თუ უბრალოდ რაღაც მნიშვნელობას დავაბრუნებთ, ეს ხო string-ია ჩვეულებრივი. მე მაგაზე then შექმნა მიმა შეგიძლიათ, იმიტომ რომ აქ რო ბრუნდება message 1, ჩათვალეთ კულისებში იწერება ეგეთი რაღაცა. promise certainly resolve message 1. ანუ promise იქნება, რომელიც ეგრევე resolve-დება. ანუ ესეც დაპირება, რომელიც resolve-დება და როცა დარეზოლდება, შემდეგ ამოვიღეთ მაგ მიღებულ შედეგს. ანუ ესეც შეიძლება რო რამე. მაინც რო იცოდეთ, თუმცა თვალ რაღაცა პრაქტიკული გამოყენება არ აქვს ეგეთი. Okay. აქამდე თუ რამე გაუგებარია, კითხეთ. ამ ნაწილამდე. ამ 4 ამოცანაში. იმიტომ რომ ეხლა უკვე ახაც ახალი ფუნქციები უნდა გასწავლოთ. Okay. თუ კითხები არა, მოდი გავაგრძელოთ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს შეეკითხება დადებით რიცხვს. და დაითვლის მაგ რიცხვამდე. თითოეული რიცხვი უნდა გამოკონსოლდეს ერთი წამის ინტერვალით. ანუ მაგალითად, მომხმარებელს შევეკითხებით. შემოიყვანა რიცხვი, შემოიყვანს 10-იანს. კონსოლში უნდა გამოჩნდეს. 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვები ოღონდ ერთი წამის ინტერვალებით, ანუ 1, 2, 3, 4, ანუ ეგრევე კი არის 1, 2, 3, 4. არა. ერთი წამის ინტერვალით. ნუ პირველი ნაწილი მარტივია. უბრალოდ დავფრომტავთ. მოდი შემოვიტან prompt-ის ფუნქციას. const prompt-ი უდრის require prompt sync აი ასე. მოდი user-ი დავფრომტოთ. const name. ბარემ number-ში გადავიყვან. იმიტომ რომ რიცხვი არის. prompt enter the number. Yes. 10 და მე რომ დაითვალოს 1-დან 10-მდე. ნუ აქამდე რასაც ვაკეთებით, რომ ეგრევე ითვლიდა, შეიძლება გავაკეთოთ for ციკლის გამოყენებით, რომ მაგალითად დავიწყოთ 1-დან დათვლა, მივიდეთ 10-ის ჩათვლით, ანუ ნამის ჩათვლით და ყველა იტერაციაზე გავზარდოთ, ხო? ანუ ეს იქნებოდა ჩვენი ამცოდნით მიღებული შედეგი. რაც ახლა ვიცით. 10 შევიყვანე და გამოვიდა 1 2 3 4 5 6 7 8 9. მაგრამ ეგრევე კი არ მინდა გამოვიდეს, მინდა გამოდის 1 1 წამი დაელოდოს, მერე 2 კიდევ 1 წამი დაელოდოს, 3 კიდევ 1 წამი დაელოდოს, 4 და ასე შემდეგ. და ეს როგორ შეიძლება? იდეაში ალბათ შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი აქ მოდი ეგრევე კი არ დავაკონსოლო, არამედ 1 წამის დაგვიანებით დავაკონსოლო i. ანუ set timeout და i დაკონსოლდეს 1 წამის დაგვიანებით, ხო? ანუ თავიდან რომ i იქნება 1 სტოლი, 1 წამი გავა 1 დაიბეჭდება. მერე 2 გახდება 1 წამი გავა და დაიბეჭდება. მერე 3 გახდება 1 წამი გავა და დაიბეჭდება.
10 შევიყვანოთ ისევ. მაინც ეგრევე დაიბეჭდა. თელა უცნაურია, ხო არა და ლოგიკურად მიწერია. ანუ თავიდან 1 წამი ელოდება, ნახეთ და მე ყველაფერს ბეჭდავს ერთიანად. ეს რატომ ხდება? ამას ეს ვერ გავიგებ თუ არ ვიცით უკანა ფონზე რა ხდება ამ დროს. ნახეთ. for cycle ამას არ ელოდება, როდის გავა 1 წამი. for cycle მაინც ჩვეულებრივად გადაირბენს 1 ნათი შეთვლით და დაარეგისტრირებს თითოეული რიცხვისთვის set timeouts. ანუ დაარეგისტრირა რომ ერთიანი გამოიტანოს 1 წამში, მე ეგრევე დაარეგისტრირა რომ ორიანი გამოიტანოს 1 წამში, მე 3-იანი 1 წამში, 4-იანი 1 წამში. განა 4-იანი იმას ელოდება რომ 3-იანი დაიბეჭდოს, არა. ეს 10-ვე set timeout-ი ერთდროულად დაარეგისტრირდა დაახლოებით და 1 წამში გახორციელდა. და მე მინდა რომ 1-დან 2-მდე 1 წამი გავიდეს, 2-დან 3-მდე 1 წამი გავიდეს. ანუ მინდა რომ რაღაცა კონკრეტული ფუნქციონალი, ანუ დალოგვა შევასრულო რაღაც პერიოდებში. გან 1 წამის მერე შევასრულო რაღაც, არა, ყოველ 1 წამში მინდა შევასრულო რაღაც. ყოველ 1 წამში შესრულება set time-ით ვერ მკლავდება. set time-ით აკეთებს რაღაცას რაღაც დროის მერე. ერთჯერადად. მე მინდა რომ რაღაცა ფუნქციონალი შესრულდეს ყოველ 1 წამში. აი მაგალითად ტაიმერი რო ავიღოთ, რაღაც ტაიმერი არის საიტზე. მან რა ხდება? ხო ჩამოიშლება ხოლმე ჯერ 9, 8, 7. ანუ ყოველ 1 წამში ერთხელ რაღაცა ხდება საიტზე. და მაგაში გამოიყენება set interval-ი. რომელსაც ასევე გადაეცემა error ფუნქცია. მაგალითად დავაკონსოლოთ სიტყვაზე hello და მეორე არგუმენტად მელიწამეს რაოდენობა. ვიღოთ ეხა აქ რა ხდება? ყოველ 1 წამში ერთხელ გამოკონსოლდება hello. hello 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 hello. ან ყოველ 1 წამში ერთხელ ხდება ეს ყოველივე. ანუ მე მჭირდება რომ ყოველ 1 წამში ერთხელ გამოვიდეს რაღაცა რიცხვი, რომელიც მე იზრდება. ანუ თავიდან მოდი მქონდეს let i უდრის 1-ს, დავაკონსოლოთ i და მე ეს i გავზარდოთ. და მეორე 1 წამის მერე რომ მოbrunდება აქ ხო გაზრდილი იქნება. ნახეთ 1 2 3 4 5 ოღონდ ეს გაგრძელდება უსასრულოდ სამ ჩემი პროგრამა მუშაობს. ანუ 10-საც გადასწდება. იმიტომ რომ მე აქ არსად არ მithქვამს რომ ეს ინტერვალი გაჩერდეს. და ამას როგორ ვაჩერებთ? ამას ვაჩერებთ clear ინტერვალით. set ინტერვალი არის ინტერვალის შექმნა და clear ინტერვალი არის ამ ინტერვალის გასუფთავება. ანუ თუ i მეტიანტოლი არა, მეტი 10-ზე, მაშინ გავაჩეროთ ჩვენ ინტერვალი. ოღონდ აქ უნდა უთხრათ არგუმენტად რომელ ინტერვალს ვაჩერებთ, იმიტომ რომ პროგრამა შეიძლება რამდენიმე ინტერვალი ჰქონდეს. ეს set ინტერვალი აბრუნებს რაღაცა რიცხვს id-ს, რომელიც უნიკალურია ამ ინტერვალისთვის და მაგას შევინახავთ ახლა. interval id ვარქვათ და ეს interval id-ით მიხვდება რომელი გაასუფთავოს. აი ამას შევწერ აქ არგუმენტად. ანუ გაასუფთავოს აი ეს ინტერვალი. ანუ ეს. მოდი უფრო მალე გავუშვათ 100 მილიწამში ერთხელ. შევიყვანოთ 10-იანი. გამოიტანა 10, 11 როგორც კი ახდა, 11 ხომ მეტია 10-ზე, ამიტომ გაასუფთავა აი ეს ინტერვალი. და მოდი განახებთ მაგას რომ რაღაცა რიცხვია, interval id დავაკონსოლოთ. ნახეთ? ეს interval id არის აი ეს. აქ რაღაცა ობიექტი არის, სადაც რაღაცა repeat-ი რამდენი ხანში ერთხელ მეორდება. და დამატებით კიდევ რაღაც პროპორციები აქვს. მეორე დრო გავუშვეთ თუ დააკვირდით. აქ ქონდა 1257, აქ აქვს 1212. ჩათვალეთ ეს არის უნიკალური. აი ამ ინტერვალისთვის. იმიტომ რომ შეიძლება საიზი მქონდეს 10 ინტერვალი და ხო უნდა იცოდეს clear ინტერვალი რომელი გაასუფთავოს. სხვა ხო არ უნდა გაასუფთავოს. ამიტომ ამას ჩავსვავთ არგუმენტად. ანუ set ინტერვალი გამოიყენება რაღაც ფუნქციონალის შესასრულებლად რაღაც პერიოდში ერთხელ. ტაიმერის შემთხვევაში ყოველ 1 წამში ერთხელ ჩამოშლა ხდება. და რაღაც დროს ხო უნდა გავჩერდეთ, აი როცა 0-ზე მივა, გაჩერდება. clear interval დაეწერება. აი
რამეს რაღაც საიტებზე ხო არის ახალ წლამდე რამდენი დრო დარჩა, აი მაგალითად 200 დღე, 2 თვე, 5 დღე, 10 საათი, 20 წუთი და 1 წამი. და მე ჩამო 0 წამი არის 19 წუთი და 49 წამი და ასე შემდეგ. და ეს ახალი წელი რომ მოვა, ხო, ნულებზე ჩამოიშლება ყველა გრაფა. დღეც, თვეც, რიცხვი და ეგეთი ყველაფერი. და მე როგორ ხდება clear ინტერვალი, რომ მინუსებში აღარ წავიდეს. ამით უფთავდება. Okay. On აქ 10 კი არა, უნდა მქონდეს num. იმიტომ რომ აქ შეიძლება მქონდეს 20-იანი რა. დინამიკური უნდა იყოს შენ პროგრამა. აი 100-ო ჩავწერო, 100-მდეაო. და მე გაჩერდება. მე ხა 1 წამში ერთხელ არა, 100 მილიწამში ერთხელა. უცებ რო გაგვედეს და. მაგრამ მაინც იმუშავებს. მოდი 1000 იყოს ისე. ახლა მე 1 წამზე მევუნებია. Okay. ესა ჩვენი ინტერვალი, რომელიც რაღაც მომენტებში გამოგვადგება. გადავიდეთ მე-6 ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელსაც API-დან მოაქვს ორი განსხვავებული ინფორმაცია და დაბეჭდოს, როდესაც ორივეს მიიღებს. Okay. ეს უნდა უცნაურია. მოდი სამ ამას გადავალთ, უცად გავიხსენოთ, როგორ შეგვიძლია მივიღოთ რაღაცა API-დან და რესურსიდან ინფორმაცია სხვა სერვერიდან. ამისთვის მოდი გამოვიყენებ ისევ JSON placeholders, რომელიც არის სატესტო public, ანუ საჯარო API, JSON placeholder. და ავიღოთ to-do-ები ავიღოთ, მოდი. ამას მოვაკოპირებ. Okay, ესე არ გვჭირდება. ანუ fetch-ით გავუშვებთ მოთხოვნას აი ამ მისამართზე. ეს აბრუნებს promise, ამიტომ როდესაც ეს promise დარეზოლდება, შემდგომ ამოვიღებთ პასუხს, ანუ ხო request-ი გააგზავნო მოთხოვნა. სამაგიეროდ პასუხს გვიბრუნებს. პასუხიდან მე მინდა რომ ამოვიღო body property-ში ჩაწერილი ინფორმაცია, რომელსაც ვიღებ response.json მეთოდით, ეს promise აბრუნებს. ამიტომ როცა ეს დარეზოლდება, შემდგომ გამოვიტანთ მის მიერ დაბრუნებულ დატას. ანუ შეგინთ რაც იმალება. აი ესაა ჩვენი სასურველი ინფორმაცია. და მოვიდა ეს. მაგრამ მე მეუბნებია რომ ორი განსხვავებული ინფორმაცია უნდა წამოიღოს და მხოლოდ მაშინ დაბეჭდოს ისინი, როდესაც ორივეს მიიღებს. ანუ მე რო ეხლა ეს მოვაკოპირო, აი აქ ჩავსვი და მოვითხოვო სიტყვაზე მეორე to-do, რა მოხდება? რომ ჯერ დაიბეჭდება პირველი და მერე მეორე დაიბეჭდება, ხო? მაგრამ მე მინდა რომ როდესაც ორივე მოვა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში დავბეჭდო. და ამას ვაკეთებთ promise all ფუნქციით. all ხო ყველას ნიშნავს. promise all ფუნქციას გადაეცემ აი აქ promise-ების მასივი. აქ შეიძლება მქონდეს ორი promise-ი ან უფრო მეტი. და როდესაც ყველა promise-ი დარეზოლდება, მხოლოდ მაგის შემდეგ დაგვიბრუნებს ეს საბოლოო პასუხს. ანუ აქ გადავცემთ რას? ჯერ ამას. ეს fetch ხო promise აბრუნებს. და მე მეორე ფერს მოდი სვლადებში შევინახავ. const response 1 const response 2. ეს promise-ებს აბრუნებენ, შესაბამისად გადავაწოდებ აქ response კი არა request-ი. ანუ response აბრუნებს ხო იყოს რავი. კაი request იყოს. request 1 request 2 ან თუ გინდათ promise დავარქვათ, უფრო ზოგადი სახელი იყოს promise. promise 1, promise 2. გადავცემთ პირველ promise და მეორე promise. და როდესაც ორივე promise-ი დარეზოლდება, ანუ წარმატებით შესრულდება, მხოლოდ მაგის შემდეგ ვაგრძელებთ აქ მუშაობას. ანუ პირველმა რომ მოანდომოს მაგალითისთვის 1 წამი და მეორემ 10 წამი, მეორეს ველოდებით, ანუ ყველა უნდა დარეზოლდეს. ანუ 10 წამი ველოდებით საბოლოო ჯამში. და როდესაც ორივე 3-ვე 1000-ვე რამდენი promise-ი მოგააჩნია, დარეზოლდება, მხოლოდ მაგის შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას. ოღონდ ორი promise-ი დარეზოლდება, ხო დამიბრუნებს ორ response-ის ობიექტს. ამიტომ ეგ შეინახება მასივში. აქ response-ის დავარქვათ, მოდი. ვოთ დავაკონსოლებ, console log responses. აი ეს.
მოდი ისინი დავაკომენტარავთ, აღარ მჭირდება. რადგანაც ორი პრომისი მაქვს, თითოეული ხო ერთ response აბრუნებს. ამიტომ მასივი შეგვიждდება ეგ ავტომატურად. ანუ პირველი პრომისის response, აი ნახეთ, მასივი არის და მეორე არის მეორე პრომისის response. ეს. და ახლა აქაც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ როდესაც ორივეგან ამოვა ინფორმაცია JSON მეთოდით, მხოლოდ მაგის შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა. ანუ response-ზე დავადებთ. ახლა ნახეთ, მოდი სხვა დავიწყებ. promise-ოლით დავიწყებ. promise all. ანუ როდესაც ორივეგან ამოვიღეთ ინფორმაციას, მხოლოდ მაშინ გამოვლოგავთ. ანუ აქ უნდა მქონდეს მასივი. უნდა მქონდეს მასივი promise-ების. responses აი ეს მასივი არის response ობიექტების მასივი. ეს ხო promise არა, დაპირება არა. დაპირების მასივი უნდა ვაქციოთ. ანუ ორი ელემენტი რო იყო response-ის, უნდა იყოს ისე ორი ელემენტი უბრალოდ promise-ების. ანუ მე შემიძლია გამოვიყენო map-ი. და ვიტყვი, რომ თითოეული response-ისთვის მინდა დამებრუნდეს response.json მეთოდი. ანუ promise აბრუნებს ესეც. და ეს რომ მასივს დააბრუნებს map მეთოდი ჩაჯდება ეგრევე promise all-ში. ამასაც დავარეთარნებთ და როდესაც ეს ორივე დარეზოლდება, ახაც ორი ელემენტი იქნება ორი promise. მხოლოდ მაგის შემდგომ მივიღებთ მთლიან დატას, რომელიც ასევე მასივი, იმიტომ რომ ორი promise მქონდა აქაც. აქაც ორი promise-ია. ნახეთ? ახლა უკვე ერთიანად გამოვიდა ორივე. წერან ხო ახსოვთ, ჯერ ერთი გამოვიდა, მერე მეორე. არა, ახლა რომ ორივე მივიღეთ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გამოვიდა ორივე ერთად. ასევე შემეძლო რომ სიტყვაზე ორი fetch რო გამომეყენებინა ასევე ჩამომეწერა, კიდე ხო შეიძლება 10 მქონდეს. მქონდეს უბრალოდ რაღაც ლინკების მასივი, const links უდრის ერთი იქნება ეს მეორე იქნება ეს და აქ განა მასივში ჩავსავ ჯერ promisers არა link-ზე დავადებ map methods და თითოეული link-ისთვის დავაბრუნებ fetch-ის მიერ დაბრუნებულ promise. ანუ ჯერ დაიფეჩება პირველი, მერე მეორე, ეს ორივე promise დააბრუნებს და მივიღეთ promise-ების massivs. ესეც validური solution-ია. იგივეს ვიღებთ. JSON მეთოდი string-ად არ აბრუნებს. JSON მეთოდი უკვე რაღაც parsing-ს უკეთებს თავის კიდევ. ანუ ამოიღებს და ეგრევე გაძლევს ჩვეულებრივ ობიექტს. სადაც შეგვიძლია რომ მაგალითად data 0 პირველ ელემენტს ამოვაგლიჯოთ რა, გამოვიტანოთ ID მაგალითად. string-ი რო იყოს, ამას ვერ გავაკეთებდით. ანუ ჩვეულებრივ ობიექტად გამოიტანს რა, parsing-ს უკეთებს თავის კიდევ. და ახლა ამის გამოყენების პრაქტიკული მაგალითი რა შეიძლება რომ იყოს. ნუ ხშირად არ გვჭირდება, მაგრამ აი თუ მაქვს საიტზე ისეთი ნაწილი, რაღაცა ფიჩერია, რომელსაც ჭირდება, რომ რაღაცა ერთი ინფორმაცია მიიღოს, მეორე მესამე. ოღონდ ერთდროულად მქონდეს. განჯე ერთი ჩაიტვირთოს მეორე და მერე მესამე. არა. აი იმ სამი ინფორმაციას რომ მივიღებ ერთდროულად, მე შემიძლია დავიწყო სხვა კალკულაციაზე ფიქრი და მისი execution-ი. შემიძლია მან promise-ოლი გამოვიყენო. რომ ჯერ ყველაფერს შეაუგროვებ და როცა მექნება, მე დავიწყო მუშაობას. იმიტომ რომ შეიძლება მაგაზე იყოს დამოკიდებული ყველაზე ერთდროულად. მეშვიდე მოცემას მსგავსია. დააწერეთ პროგრამა, რომელიც API-დან წარმოიღებს სამ განსხვავებულ დატას და დაბეჭდავს იმას, რომელსაც ყველაზე მალე მიიღებს. ანუ წერან თუ promise-ოლი გამოვიყენეთ, რომ აი ყველას რომ მიიღებდა და არეზოლდა, მერე მუშაობდა then-ი, ამ შემთხვევაში სამგან რო ვაგზავნით requests, პირველ საიდანაც მივიღებთ, მარტო იმას ვამუშავებთ, იმ ორს ვივიწყებთ. და მაგისთვის გამოიყენება promise race-ი. race ნიშნავს რბოლას. და იგივე ლოგიკა აქვს. აქაც გადაეცემო promise-ების მასივი, მოდი ამას ამოვაკომენტარებ. და გადავცემ იგივენაირად გავაკეთებ links.map და თითოეული link-ისთვის დავაბრუნოთ fetch link. ეს დააბრუნებს promise და map-ი გადააქცევს ამ ორივე promise მასივში ჩასვავს რა. და მხოლოდ ამის შემდგომ დაბრუნდება response. კაი, მოდი მესამეც იყოს აქ, ახლა სამს მეუბნებია. ასე. ოღონდ race შემთხვევაში
რომელიც დაასწრებს პასუხის მოცემას, მხოლოდ ეგ გამოაქვს response-ი მხოლოდ დავარქვი, წება მრავლობითში მქონდა, იმიტომ რომ ყველა მომდიოდა ერთდროულად. ახლა რომელიც დაასწრებს ის გამოვა. და მე რომელიც მომივა, შემიძლია რომ მე მაგიდან ამოვიღო ინფორმაცია JSON მეთოდით და მე გამოვიტანო მისგან დაბრუნებული data. ანუ ამ შემთხვევაში, რბოლის შემთხვევაში, ხან პირველი მოვა, ხან მეორე მოვა, ხან მესამე მოვა. ანუ ერთი მოდის, რომელიც დაასწრებს, ის მოდის მაინც პირველი. ეხლა ისე მეორე მოვიდა, ეხლა მესამე, ანუ ყველა ჯერზე სხვადასხვა გამარჯვებული გვყოლება ამ როლაში, იმიტომ რომ ყველა დროს რაღაც სერვერზე სხვა სიტუაცია დახდება რა. ეხლა ამის პრაქტიკული გამოყენება რა შეიძლება რომ იყოს? ესეც რაღაც ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება, მაგრამ როცა გვჭირდება, კაი სოლუშენია რა. აი მაგალითად რაღაც ერთი იგივე ინფორმაციას ვინახავ რამდენიმე სერვერზე. შემიძლია რამდენიმე სერვერზე გავაგზავნო ერთდროულად მოთხოვნა და საინაც რომ მალე დამბრუნდება პასუხი, მე იმის დამუშავება გავაგრძელო. იმიტომ რომ თუ ძალიან დიდ პროექტზე მუშაობ, დიდი ალბათობით კომპანიას ექნება სერვერები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სადაც ინახავს ინფორმაციას. ერთი იგივე ინფორმაციას. განაწილებული აქვს. მე რო საქართველოში ვარ, ჩემთან უფრო სწრაფად მოვა უკრაინაში დადგმული სერვერიდან პასუხი, ვიდრე ამერიკაში დადგმული სერვერიდან პასუხი. იმიტომ რომ უფრო ახლოსაა ხო ფიზიკურად და გეოგრაფიულად. ამიტომ მე შემიძლია ყველა გავაგზავნო რეკვესტს და რომლიდანაც უფრო მალე დამბრუნდება პასუხი, ის დავამუშავო და დანარჩენი დავივიწყო. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად, ეხლა ხომ მოვიდა მესამე ობიექტი ყველაზე პირველი. აი ეს რო დავფეჩი. ეს ორი დავივიწყეთ. აღარ ვამუშავებ მას, იმიტომ რომ ამან დაასწრო. და მაშინ გამოიყენება ჩვენი promise race. Race ნიშნავს რბოლას, all ნიშნავს ყველას და ლოგიკურიც არის რა. Okay. და ერთი პატარა მოცანა გავაკეთოთ კიდევ try catch-ზე, error handling-ზე. დაწერეთ ფუნქცია სახელად prompt age, რომელიც შეკითხება მომხმარებელს თავის ასაკს და თუ არასწორად იქნება ასაკი შემოყვანილი, გაესწროს errors. ეს ფუნქცია გამოიძახეთ is adult ფუნქციაში, რომელიც ადგენს არის თუ არა მომხმარებელის როლწლოვანი, გამოიყენეთ try catch error-ების გასამკლავებლად. try catch-ი რაღაც ამ შემთხვევაში შემიძლია მომყენებინო და მოდი ამას asynchronous ფუნქციის სახით ჩავწერ, უბრალოდ მაგალითის სახით. სინტაქსური შაქარია მქონდეს, აი მაგალითად მექნებოდა asynchronous ფუნქცია, იმიტომ რომ await-ის გამოყენებას ვაპირებ. async function fetch data დავფეჩავ ეხლა მე რაღაც ინფორმაციას, ამ მაგალითს არ ვაკეთებ, უბრალოდ ზოგადად ერთს დავფეჩავ რა მარტო. დავფეჩავ აი ამ resource და მისგან მიღებულ პასუხს შევინახავ response swatch. ოღონდ ეს promise აბრუნებს და მე promise-ი არ შემიძლია რომ მე JSON მეთოდი დავადო. JSON მეთოდს ვადებ აი ამ promise-ისგან დაბრუნებულ პასუხზე. ამიტომ უნდა დაველოდოთ ჯერ, როდის დარეზოლდება fetch-ის მიერ დაბრუნებული promise-ი და მე გავაგრძელოთ მუშაობა. ამ სამ fetch-ი არ დაარეზოლვებს promise-ს. მანამდე არ გაგრძელდება მეორე ხაზზე მუშაობა ამ ფუნქციაში. თვითონ ფუნქცია მთლიან პროგრამას არ აპაუზებს. თვითონ ფუნქციაში შიგნით პაუზდება რა, სამ არ დარეზოლდება. ეს დარეზოლდება, მე დატას ამოვიღებთ. ისევ დაველოდებით, იმიტომ რომ JSON მეთოდიც ასინქრონულია. response.json-ი და მე შეგვიძლია რომ დავაკონსოლოთ უკვე ჩვენი data. და აქაც შემიძლია try catch-ები ჩავრთო. ანუ მაგალითად ვცადო რომ აი ეს ორი რაღაც გავაკეთო და თუ რაღაცა პრობლემა შეიქმნა, მოდი მაგ errors დავიჭერ. ანუ არ გავისრულ უბრალოდ რა. console log error. და error როდის შეიძლება მოხდეს? როდესაც თუ response-ი რაღაც წარმატებით არ დასრულდა, ან თუ ეს წარმატებული არ მაქვს, ამის გაგრძელებას აზრი არ აქვს რა. ამიტომ აქ შემიძლია რომ რაღაცა დაცვის მხრივ მქონდეს if statement-ი, რომ თუ response-ის okay property არის false-ი, ასხვანაირად უბრალოდ დავწეროთ სახელი ნიშანი response okay, რაც იგივეა, მაშინ გავისროლოთ error-ი. ანუ ხელოვნურად ვისვრი errors. Throw new error და message იყოს მაგალითად failed to fetch to do. ასე. და თუ errors გავისვრით, ეგრევე პროგრამა გადახტება
მისი გამკლავების ნაწილზე, ანუ ამას აღარ შეასრულებს. ჩათვალეთ return-ივითაა. თუ არ გავისურვეთ, ეს შესრულდება უკვე. ეხლა წარმატებით ხდება ყველაფერი, მოდი ფუნქციის გამოვიძახებ ჯერ. Fetch data არის ასე. Data is not defined. აქ არ უნდა მქონდეს და მაგიტო. Console log data. ეხლა გამოვჩეულებრივად, მაგრამ თუ ლინკი არასწორი მაქვს, პასუხი ვერ იქნება წარმატებული. ამიტომ გამოვიტანს errors. შეიძლება მარტო error-ის message გამოვატანინო. ანუ რაც გადავეცი არგუმენტად, აი ესა message error-ის. Fail to fetch to do. ასე. Okay. და აი ამგვარ error handling-ს თხოვენ ბოლო ამოცანაში. ანუ თხოვენ რომ დავწეროთ ფუნქციას ახალ prompt age, რომელიც შეეკითხა მოხმარებას თავის ასაკს. მოდი გავჩერდეთ. ეს გავაკეთოთ. ეს უკვე ვიცით როგორ კეთდება. ანუ გვაქვს რაღაც links კი არა მოწევს, okay. Okay property-ში ინახება true ან false. True მაშინაა, როდესაც წარმატებით მივიღეთ პასუხი და false მაშინ, როცა წარუმატებლად მივიღეთ პასუხი. ან შეგვიძლია status code-ი შევამოწმოთ. წარმატებული status code-ი ამისა არის 200-იანი. მაგებსაც ვისწავლით მომავალ კვირას. უფრო დეტალურად ამ API-ებზე მუშაობას. Okay. აქ დავწეროთ უბრალოდ prompt age, რომელიც მომხმარებელს შეეკითხება რამდენი წლისაა. Const age უდრის ეს უკვე რაც ვიცით, იმას წერთ, number-ში გადავიყვან, დავფრომთავ enter your age. ხო? და მე ამ prompt age-ს გამოვიძახებ. აი ეს. შევიყვანოთ 21 მუშაობს. თუმცა მე თუ შევიყვანე თემო ასაკის მაგივრად, მე რაც მექნება მხედველობაში, მაგას ვეღარ გავაკეთებ. ხო? აი ახლა თუ დავაკონსოლო age, თუ სწორად შევიყვანე 21 კი იქნება და 30 კი გამოვიყენებ. მაგრამ მე თუ თემო შევიყვანე, იქნება nani, იმიტომ რომ თემო რო გადავიყვანოთ number-ში, თემო ხო რიცხვში არ გადადის და გამოვა nani, ანუ not a number, ანუ რიცხვი არა. და ეგ უნდა გავტესტოთ. თუ არასწორად იქნება ასაკი შემოყვანილი, უნდა გავისწავლოთ error-ი. ანუ ჯერ ეს უნდა ვცადოთ. ანუ ესეც ის ნაწილია, როცა პროგრამისტები დარწმუნებული არ ვართ, რა როგორ მოხდება, ანუ არ ვიცით user-ი არ შემოიყვანს. ამიტომ ამ შემთხვევაში მოდი ვცადოთ აი ამის შესრულება და თუ რაღაცა პრობლემა იქნება, მოდი error-ი გავისწავლოთ ჩვენი და მე დავიჭიროთ catch block-ში. Console log error message. და რა შეიძლება იყოს პრობლემატური? რადგან თუ age არის not a number-ი, ანუ is none age. is none-ი გამოვიყენებ იმის დასადგენად, თუ რაღაცა მნიშვნელობა არის none. თუ არის none, მაშინ გავისვრით ახალ errors და message-ად გავატანოთ wrong input. Wrong age input მაგალითად. ანუ აქ როგორც კი შემოეგრევე გადავა catch ნაწილს, სადაც მაგას უმკლავდებით. ანუ ახლა რომ გამოვიტანო მაგალითად და ნუ ბოლოს დავაკონსოლოთ. თუ კონსოლდება. უნდა კონსოლდება, აქ ვერ დავაკონსოლებ, აქ უნდა დავაკონსოლო. Okay, 20-ს რო შევიტან, 20-ს გამოვიტანს, მაგრამ თუ შევიტან თემოს, თემო ხო nani-იანი not a number-ია, ანუ რიცხვი არ არის. ამიტომ გამოვიტანს wrong age inputs. მეორე ფუნქციას ვჭირდება. ეს ფუნქცია უნდა გამოვიძახოთ, prompt age უნდა გამოვიძახოთ is adult ფუნქციაში, რომელიც დაადგენს არის თუ არა მომხმარებელი სრულწლოვანი. ანუ მაქვს is adult. აქ დავაბრუნოთ age კი არ დავაკონსოლოთ, დავარეթარნოთ. იმიტომ რომ მჭირდება რომ გავიგო აი აქ რას დააბრუნებს. აქ შევქმნი age ცვლადს, გამოვიძახებ prompt age-ს, prompt age დაიმბრუნებს მოხმარებლის ასაკს. და თუ ეს ასაკი მეტია ან ტოლი 18-ზე, მაშინ დავარეթარნოთ adult-ი, თუ არა და თუ ნაკლებია, მაშინ დავარეթარნოთ minor-ი. Okay? და მე is adult-ს ვიძახებთ უბრალოდ. აი ეს. ანუ ეხლა რომ გამოვიძახებ ფუნქციას, prompt age-ი გამოიძახება მე ეგრევე
და აქ რა ხდება? ვცდილობთ რომ შევეკითხოთ მომხმარებელს ასაკი, თუ არასწორი ინფორმაცია ვისვრით errors, თუ არა და ვარითანით age ეგრევე. ანუ როდესაც error-ი გაისროლება, return age-ზე აღარ მოვა. ეგრევე გაისროს errors და მორჩება პროგრამა. შევიყვანოთ 21. გამოიტანს ეს კონსოლში უნდა გამოვიძახო, რომ დარეთანებული მნიშვნელობა დამიკონსოლოს ბოლოს. შევიყვან 21. გამოიტანა adult-ი, შევიყვან სიტყვაზე 17 გამოიტანა minor-ი. მაგრამ თუ შევიყვანეთ თემო ასაკის მაგივრად, დამიწერა wrong age input-ი. და მე მაინც minor-ი. ეს minor-ი რატო დაწერა? იმიტომ რომ მე რო error-ი გავისროლი, აი დავიჭირე საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ დაწერა wrong age input-ი. მე ამ ფუნქციის სრულობა მაინც გრძელდება. მე რაღაცა string-ი შეადარა რისკს და მორჩა. თუმცა მე შემიძლია რომ try catch-ი მქონდეს აქვე. ანუ აქ კი არ მქონდეს აქაც შემიძლია მქონდეს სიტყვაზე რა. მაგალითად. ეგრევე age დავფრომთა, მოდი ოდნავ გადავაკეთებ, შეიძლება მიუბრუნდე, მაგრამ ჯერჯერობით მოდი გადავაკეთოთ. აქ უბრალოდ დავარეთანოთ age-ი, მეტი მოდი ჯერჯერობით არაფერი არ გავაკეთოთ. და აქ რომ მივიღებთ age-ს, მე გავტესტოთ რომ თუ ოღონდ try მჭირდება აუცილებლად. try catch და აი ამას შევიტან შიგნით. და აქ ვექნებ რომ თუ age არის not a number-ი, მაშინ გავისროლოთ error-ი. throw new error და დავწეროთ invalid age input. და თუ errors არ გავისრვით, მაშინ ეგრევე შემოწმდება რა და როგორ. აი ეს. ანუ ეხლა რომ შევიყვანო 21. გამოიტანს adult-ს, იმიტომ რომ 21 შემოვიდა, error-ი არ გავისროლა, შესაბამისად catch-შიც არ შემოსულა პროგრამა და 21 მეტია ანტოლი 18-ზე. 17-ზე გამოიტანს minors, თუმცა რო შევიყო მაგალითად თემოს, გამოიტანს invalid age inputs და undefined-ს. იმიტომ დააერორა რომ თემო არის nani, გაისროლა error-ი, error-ი გაისროლა, გადმოვიდა ეგრევე ფუნქცია აქ, დაკონსოლდა error-ი და მე undefined დაბრუნდა, იმიტომ რომ აქ უკვე არაფერს არ აითარნებდი. ანუ არც adult არ ითარნდა, არც minor-ი, და როდესაც ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს, default-ად ბრუნდება რა, undefined. თუმცა რაღაც გაგებით მაინც ჯობია, ანუ ეს ხო მეორე ვარიანტია რომ მაინც მუშაობს. თუმცა რაღაც მომენტში მაინც ჯობია რომ ეს try catch კონდეს prompt age, ცალკე try catch კონდეს, იმიტომ რომ ეს try catch-ი აგვარეს მარტო ასაკის ნაწილს. ანუ თუ ასაკი არასწორი, მაშინ გავისვით errors და მე დავიჭერთ. ამიტომ მოდი იყოს ასაკთან ერთად. სადაც ასაკს უმკლავდები. და აქ კონდეს უბრალოდ იმის გატესტვის ფუნქციონალი არის თუ არა ზრდასრული. ანუ ეს სხვა რამეს უკვლავდება, ის სხვა რამეს. try catch თუ ვაკეთეთ იმისთვის რომ age-ი გავტესტოთ, ეგ ლოგიკა უნდა იყოს age-თან ერთად. და არა აქ. თორე ორივე მუშაობს როგორც განახეთ. 21-ზე იმუშავა, რომ შევიყვანო თემო, გამოიტანს wrong age inputs, მაგრამ minor-ი მაინც გამოაქვს ახლა. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ აქ რო age დავაკონსოლოთ, ნახეთ, თემო, აქ რა მოხდა? როდესაც გამოვიძახეთ ეს ფუნქცია და შევიყვანოთ აქ თემო. თემო ხო არის is nani. ამიტომ გავისროლეთ error-ი და error-ი როდესაც გავისროლეთ, დაკონსოლდა error message-ი, ანუ wrong age input-ი. ანუ საბოლოო ჯამში მაინც ამ prompt age-დან არაფერი დარეთარნებულა. აქ მარტო მაშინ რეთარნდება რამე, როდესაც პრობლემა არ აქვს. ანუ თუ არაფერი ეთარნდება აქედან, დარეთარნდა undefined. და აქ undefined-ი 18-ზე მეტი არა და ყველა სხვა შემთხვევაში გვიწერია minor-იო რა. ამიტომ აქ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? ეს როგორ გავფიქსოთ ახლა რომ minor-ი ამოვიღოთ? ნუ აქ შემიძლია if-ი დავწერო რომ თუ age undefined-ია, ესე იგი აქ თუ არაფერი დარეთარნდა.
ეგ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი პრობლემა მოხდა. ჩვენ მარტო მაშინ ვარ ეთანხმებით, როდესაც ყველაფერი კარგად მის. თუ პრობლემა მოხდა, არაფერი ეთანხმდება უკვე. ანუ undefined-ია. და დავწეთ, რომ თუ age არ არსებობს, მაშინ return უბრალოდ. მაგრამ undefined იქნება მაგ შემთხვევაში რა. ანუ ეხლა რო გადავწერო თემო, გამოიტანს wrong age input და undefined. მაინუს არ გამოიტანს. დებაგინგი კი როგორ არა? ასე შემიძლია დავადებაგო. და ეგ კაი ხერხი რო გავიგოთ try catch-ის მერე რა და როგორ ხდება. აი ნახე. შევიდეთ is-ედელ ფუნქციაში. მერე prompt age-ს ვიზახებთ და უნდა შევიყვანო ეხლა age. ანუ აქ როგორ შევიყვანო? სამი მეკითხება მაგას? აი აღარ ვიცი. ხო აქ აღარაფერი შევიდეთ და ეგრევე catch-ზე გადახტა რა. აი prompt-ის ამბავი აქ როგორ დავადებაგო? გონია აქ აღარ მეკითხა, მაგრამ შემიძლია რომ ხელით გავწერო ეგ, რომ სიტყვაზე age იყოს ხელით თემა უბრალოდ დებაგინგისთვის რა. შევედი, აქაც შევედი age არის თემო. თემო არის is-nani. ამიტომ გავისვრით errors. errors როგორც გავისვრი, აქ კი არ გაგრძელს მუშაობას, არამედ იმ ნაწილზე გადახდება, სადაც უმკლავდით მაგ errors, ანუ catch-ზე. ეგრე catch-ზე გადახდა და გამოვაკონსოლა error message. და აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი პრაქტიკა. ეთრა. მე შემიძლია რომ აი ესეც ჩავსვა try catch-ში. მთლიანად ეს გავტესტო რა. ფუნქციის გამოძახება. ეგით რაღაც შემიძლია გავაკეთო. try catch-ში catch და ნახე რა ხდება. თუ დამის ახსნას მინდოდა სხვა შოიზე კაი რო ეს გამახსენდა უცბად. თუ prompt age-ში, ანუ აქ შიგნით კიდევ გავისროლე error-ი, ანუ ეს error-ი გავისროლე, ხო გადავიდა catch-ზე. მაგრამ catch-ში კიდევ შემიძლია გავისროლო error-ი, ახალი. throw new error. და დავწერო failed, მაგალითად რა. აქ რო errors გავისვრილ, აი ეს დაიჭერს. ამ გასროლი errors ხო იჭერს თავისივე catch, მაგრამ თუ catch თუ კიდე გავისროლე, მე ზევითა დონეში try-ს მქონდა, ეგ catch დაიჭერს. ანუ ეხლა თემო ხო მიწერია, ხო თემო მიწერია ეგრევე. want age is not defined. Okay. if-ი შეგინთ შევიტანო. აი აქ. ასე. ნახე, გამოვიდა failed. age-ს აღარ ვეწოდებოდა, იმიტომ რომ გარეთ მქონდა სხვა scope-ში რა. ეს error-ი თუ გაისვრის, ანუ თუ არასწორი იქნება აი აქ. catch-ში გადამისამართება ეგ error-ი, მაგრამ თუ catch-ის გავისვრი, catch შეიძლება. catch-ში error-ის გასროლა იმითია პრაქტიკული, თუ კიდევ მაღლა ზედა შრეზე გვაქვს try catch-ები, იმათ ავაწოდოთ error-ი. რომ იმათაც გატესტო. throw new error და მე უკვე ეს დაიჭერს რა. ასევე შეგვიძლია ჩვენი error-ები შევქმნათ მაგალითად. აი სიტყვაზე შევქმნა სინტაქსი აღარ მახსოვს. აი თუ გავიხსენე const my error შევქმნი რომელიც extends მგონი ეს ხდება. რომელიც ახანგრძლივებს error-ის class. აუ ეს აღარ მახსოვს, მოიცა, ეს თუ დამიწერს აბა. const my error extends error. აჰა, ესა. შვენიერი. კლასი უნდა ხო, class my error. ანუ ეს რას ნიშნავს? extend-ი ხო ვიცი რა არის გახარძლება, რომ რაღაცა error-ის კლასს ზემოდან დავაშევოთ რაღაც დამატებითი. ანუ my error კლასს შევქმნი და ზემოდან ანუ რომელიც დაშენებულია error class. სიტყვაზე მე აქ შემიძლია რომ გავისროლო new error კი არა, new my error-ი.
აქ მაინც იგივე მესიჯი გამომადგება, მაგრამ მე ამის მიხედვით შემიძლია შევამოწმო რა ტიპის ერორი მომივიდა. რა ტიპის ერორი იყო error ობიექტიდან სიტყვაზე რა. ეგიც რაღაც ხრივ არის გამოყენება და ეგ მიწერს my error failed და არა errors. და მაგის მიხედვით მიხვდები რომელ შეზე რა error-ი გავისროლო. თუ ყველა errors თავის სახელი და ვარქვი. ან დამატებით property-ები მივეცე მაგალითად მივცეთ რაღაცა კონსტრუქტორი მქონდეს აქ, რომელსაც message-ი ექნებოდა, ნუ ეს არ ვიცით, ის რაღაცეები. ჯერ მაგრამ ასაც ვისწავლი, მაგრამ შემიძლია რომ ჩემი ამ errors დავუმატო ჩემთვის რაღაც საჭირო property-ები. აი ამ ყალიბში. ესე შეიძლება მაინც რა. ოკეი. ანუ ასე შეიძლება ქონდეს error-ებს რამდენიმე შრე. კარგით. ხო, დღეისთვის სულ ეს იყო. რასაც მე თქვა, რაღაცები გავიხსენეთ. კარგად უფრო ჭყალებში დავუმღამეთ, ახალი მასალაც ვისწავლეთ. მოიჩანეთ ახლა გამოვრთავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხს.